თუ გცალია ქალაქში გამყევი, რაღაცეების ყიდვა მინდა და თან ამარჩევია შენ ჭკვიანი კაცი ხარ. ცალია რა ვარ მცალია. აიყო ხელფასი ჩაგერიცხა და აღარ იცი სადახარჯო. ხო, რაღაცეები მინდა ჩემთვის რო ვიყიდო და წამყევი თუ გცალია. ხო და მანამდე შეიწერე ერთი რაც მჭირდება არ დაგვავიწყდეს მე. ო, კაი, ახლავე შევიწერ, რა პრობლემა არ, მინდი მითხარი. ჩამოყევი. რა მინდა და ფანარი მინდა. ხო. რადიო მინდა რო ვიყიდო, მუსიკებს მოусმე. ხო და ფოტოკამერა მინდა და ვიდეო კამერა მინდა კიდე. ხო. კაი, ეს ჩავწერეთ. კიდე რა გინდა? კიდე რა მინდა და ბუდილნიკი მინდა და საათი მინდა. ხო. კიდე მინდა კალკულატორი. საანგარიშოდ დამჭირდება. ხო და კომპასი მინდა კიდე. ეს ჩაწერე. ხო და კალენდარი. და კიდე რა მინდა? კაი, ეგ ჩავწერეთ, მაგრამ ეგ კომპასი რადგან სამოგზაუროდ მიდიხარ სადმე? სამოგზაუროდ არა, მაგრამ ერთხელ დამჭირდა. ხო და კინაღამდე ვიკარგე. კომპასი რომ მქონოდა ხო გამევიგნებდი გზას. ხო და კიდე რა მინდა გეტყვი ახლა? რა მინდა და რუკა მინდა, ზუსტად მაგისთვის. როგორ დავიკარგო? რუკა მინდა. ხო და როული მინდა კიდე. რო ჩავწერო ხოლმე რაღაცეები შიგნი ან რაღაცის ნომრები ან რაღაცა, ხო. მაგ მინდა და რო გევერთო კიდე დომინო მინდა. ხო და კარტი მინდა და ტეტრისი, მარტო თუ ვიყავ. ხო. აი ეს ყველაფერი ახლა. ერთი ჩანთა მინდა კიდე რო ჩავყარო შინ და მე ვიკიდო ზურგზე, ხო. ჩაწერე ჩანთა ჩაწერე ზურგზე მოსაკიდებელი. აჰა, ეს ჩავწერეთ ჩანთა. ესე იგი ჩანთაში ჩადება ამ ყველაფერს, ხო და ატარებ ზურგით. მაგას არ ჯობია ერთი ტელეფონი იყიდო და ყველაფერი არის შიგნი, აღარ დაგჭირდება ჩანთის ტარება და ზურგი არ გეტკინება. ერთი კაი ტელეფონი იყიდა და ყველაფერი არის შიგნი, რაც ახლა ჩამოვწერეთ ჩვენ. მართალი ხარ, ჭკვიანი კაცი. არ გადამარჩინე ამდენი რამის ტრევას ახლა. მაგრამ ეს ტელეფონი სავიყიდოთ ახლა ჩვენ. სად ვიყიდოთ და ერთი მაღაზია ვიცი, მაგრამ სახელი არ მახსოვს რა ქვია მაღაზიას. არც მისამართი ვიცი რომელი ქუჩა არის. რო გწოდნო და ახლა მაგ მაღაზიის სახელი და მისამართი. ხო გეიგებდა ახლა, რამდენი ხალხი გეიგებდა ახლა?